ასია წამალი უნდა დალიო. გმადლობ. გმადლობ. ილიასი ცდება. შილს ვერავინ წამართმევს და ვერსად გაიქცევა. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოვკვდები. მაგრამ მან ბავშვი ეტლში დატოვა. გოგონებს მიუბრუნდა და 2 საათი ელაპარაკებოდა. ასია. რთულ მომენტში ძლიერი უნდა იყო. რადგან ასე დროს გამოცდა საბარებ. გესმის რას გეუბნები? გასაგებია, გამოცდას. ეს გამოცდა ვერ ჩავაბარე, არა? ასჯერ ვუთხარი. იმ ქალს თავი დაანებე. მისგან თავი შორს დაიჭირე მეთქი. ჩვენი ოჯახი მხოლოდ ამის გამო დაინგრა. მაგრამ ისევ თავისებურად მოიქცა. ახლა დამნაშავე მე აღმოვჩნდი, არა? ჰელინმა ჩემი შვილი მოიტაცა და დამნაშავე ისევ მე ვარ. მე არ ჩავაბარე გამოცდა. მასწავლებელო გიუნარ, არ იცით იმ ქალის გამო რა გადაიტანეს. ასიემ როგორც ქალმა იგრძნო, რომ ჰელინს შეეძლო მისთვის ზიანი მოეტანა. ბევრჯერ გააფრთხილა ილიასი. რა არ გადაიტანეს, მაგრამ ილიასმა რა გააკეთა. ყურები დაიხშა და პატარა ბავშვივით ასიეს ჯინაზე რა არ გააკეთა. ესეც შედეგი. იმედია ამ ყველაფერზე მე მოარაგებს პასუხს. საცოდავი ბავშვი.